მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოხვედით დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის ვისაუბროთ კლიმატის აქტივიზმზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე კლიმატის ცვლილების საკითხებში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვის საკითხებში და ასე შემდეგ. აქვე სანამ ცოტა განსხვავებული ფორმატის შეხვედრა გვექნება დღეს, ეგრეთ წოდებული TED Talk-ის სტილის შეხვედრა, სადაც გვექნება 3 სესია. თითოეულ სესიას ეყოლება თავისი ფასილიტატორი, მაგრამ თვითონ სანამ სესიაზე გადავალ, მე ორი სიტყვით მინდა გითხრათ, რატო ვართ შეკრებილები, რომელი პროექტის ფარგლებში ვართ შეკრებილები და რითი ვამაყობთ ამ პროექტის ფარგლებში. 21 წლიდან, პრინციპში 20 წლიდანაც უკვე საქართველოში მიმდინარეობს ძალიან დიდი პროგრამა, რომელიც თქვენ ყველამ იცით, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფების რისკის მართვას და ამ პროგრამაში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თანადამფინანსებელი იყო შვედეთის მთავრობა. და სწორედ შვედეთის მთავრობის, ასე ვთქვათ, ძალისხმევით ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ ახალგაზრდებთან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში და რითიც ვამაყობთ არის ის, რომ დღეისათვის ჩატარებული გვაქვს უკვე 5 მწვანე ბანაკი და რამდენჯერმე ყავს დაჯილდოებული, ასე ვთქვათ, κλიმატის მწვანე სტიპენდიანტები. დღეს ყავს 200-ზე მეტი კლიმატის ელჩი და დაახლოებით 130-მდე მწვანე სტიპენდიანტი. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ჯერ ერთი ახალგაზრდების ცნობიერება ავამაღლოთ, იმიტომ რომ მწვანე ბანაკში დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, ხა ყველას გახსოვართ ალბათ, ხო? 1 კვირის განმავლობაში გვაქვს ძალიან ინტენსიური სესიები, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილება, ზოგადად გარემოს დაცვის საკითხებს და ასე შემდეგ და ასევე ეხება პროექტების მართვას, პროექტის წერას და მე თითოეული თქვენთაგანი, როდესაც ამ ბანაკებიდან მიდიოდით თქვენ სოფლებში, თქვენს მუნიციპალიტეტებში, თქვენს სახლებში, მოდი ესე ვთქვათ, თქვენ ცდილობდით თქვენი ეს პროექტები განგეხორციელებინა თქვენივე თანატოლებთან ერთად. რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ისე თქვათ სწორი მეთოდია მე რომ მკითხო, ეგრეთ წოდებული learning by doing-ის მეთოდი, ხო, აკეთებ და ამით ისწავლობ და შესაბამისად თქვენს საცხოვრებელ გარემოში, მოდი ესე ვიტყვი, იყავით ელჩები, რომელსაც მიგქონდათ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ეს მესიჯები თქვენ თანატოლებთან და თქვენს გარშემო. რაც შეეხება მწვანე სტიპენდიანტებს, ეს მწვანე სტიპენდია საერთოდ ძალიან ესეთი სიახლე იყო პრინციპში ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც გარემოს დაცვის სფეროში და განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის მართვის სფეროში არის ძალიან სერიოზული დეფიციტი ახალგაზრდა პროფესიონალების კუთხით. იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ ესეთ როგორც წესი გარემოს დაცვა არ არის ხოლმე რაღაც ესეთი განსაკუთრებულად პრიორიტეტული ადამიანებისთვის, რომ ან ჩააბარონ, ან გააგრძელონ, ასე ვთქვათ, საქმიანობას თავიანთ სამსახურებში, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვით მიმართულებით და ამ კუთხით შევეცადეთ, რომ რაღაცნაირად ხელი შეგვეწყო დეფიციტური პროფესიების წამოწევისთვის. და 8 უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ყოველწლიურად 32 სტუდენტი იღებს მწვანე სტიპენდიას. მწვანე სტიპენდია აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ რაღაცნაირად უფრო მეტი გაიგონ, უფრო მეტი იცოდნენ ამ კონკრეტული სპეციფიური მიმართულების შესახებ და ასევე აძლევს საშუალებას, რომ გაიაროს სტაჟირება სამინისტრო სტრუქტურაში შემოვალ სხვადასხვა ერთეულებში. ეხლა ამ ორი, ასე ვთქვათ, მიმართულების კუთხით, მე მგონი, რომ პროექტი საკმარისად წარმატებული აღმოჩნდა და ესეთი ქსელი შეიქმნა პრინციპში, ეხლა სულ იმაშვები ხოლმე, სულ როდესაც ვუყურებ ჩვენს კლიმატის ელჩებს, სულ სიხარულით ვისები, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველა ერთმანეთთან კონტაქტობს, ყველა ერთმანეთს სხვადასხვა აზრებს უზიარებს და სხვადასხვა ჯგუფები აქვს შექმნილი, ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ ეს ბავშვები მომავალი გადაწყვეტილების მიმღებები, როდესაც
შესაბამის პოზიციებზე იქნებიან, როდესაც თავიანთ სამსახურებრივ საქმიანობას შეუდგებიან, ბევრად უფრო მცოდნეებიც იქნებიან და ბევრად უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გამსჭვალულები იქნებიან გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართ. მოკლედ, ბევრი რო აღარ გამიგრძელდეს სიტყვა და ბევრი რო აღარ ვისაუბრო, პირველ სესიას გამოვაცხადებ და პირველი სესია არის ეხება იმას თუ რამდენად არის კლიმატის ცვლილება თაობათა შორის სიკრიზისი, ასე ვთქვათ. და რამდენად არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება, როგორც წეგან თქვი, სამი სესია გვაქვს, თითოეულს ყავს თავისი ფასილიტატორი და ამ სესიისთვის ვთხოვ შვედეთის ელჩს საქართველოში, ქალბატონ ანა ლიბერგს, რომ გამოგბრძანდეს ჩვენთან, თუ შეიძლება და სესიის გაცრავად, სესიის ფასილიტაცია გასწიოს და please. Yes, please. და აქვე ვთხოვ ჩვენს უსაყვარლეს კლიმატის ელჩებს, რეზით გებუაძეს და ეთუნა ასანაშვილს, რომ ასევე გამოვიდნენ, თუ შეიძლება ჩვენთან. მე ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავს არ შეგაწყენთ და ქალბატონო ანა, თქვენ გადმოგცემთ, ასე ვთქვათ, სიტყვას. Thank you very much for organizing this event today and for inviting me here. It is a true pleasure for me to being here with all of you today, the climate ambassadors, the scholars, but also partners and friends. This is special, I think, because every one of you here is really representing a powerful and a growing movement in Georgia, which is very important. And to see young leaders that refuse to be silent, but that speaks up in the face of the climate crisis. It's encouraging and it is very inspiring. And it is clear to me that you are the leaders of today. And ready to be a part of the decision making, as was already mentioned. I think across Georgia, but also all over the world, young people are the ones today taking the bold steps in raising awareness and to mobilize communities and also be a part of the creation of climate solutions. And this is the work that you are doing. And it is also sending a very clear message that leadership is not about age. It is depending on courage and a clear commitment, and this we also see here. So being a climate ambassador, this is not just about a title. It is very much also so being responsible and have a responsibility to inspire others, and I think also, as mentioned, to speak up about these issues that are so important for the future, but also to be this bridge over the generations and to facilitate and to showing that climate responsibility is something that we all need to share. So I believe that the creativity, your creativity and your energy, and also the determination that you show, it is really shaping a more resilient and a more sustainable future for Georgia. But you're also not doing this alone. I think today's gathering also reminds us about this, that this is a work that needs to be done together. And you have also great supporters who believe in you and in your potential. So maybe as representing Sweden, I would like to also to share with you that we have a motto in this regard that it reflects also our approach to climate leadership. And it's in Swedish we say "Tillsammans gör vi skillnad," and this is that together we make the difference. And I think this is a good summary also what we have we heard here. Again, it's more not so much a slogan, it's more about a commitment to solidarity and cooperation.
And when we begin the discussion today, I think there's one message from my side to conclude, and this is that your voice really matters. This is what we see, that your actions matters, your voice matters, and your leadership is already shaping the future of Georgia. So thank you for all your engagement and for your dedication, and also for this discussion that we are going to have today. I'm very much looking forward to this continued discussion and to learning from you today, because you also inspire all of us. დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ ასე ვთქვათ ჩვენს სპიკერებთან, რეზი, ეთუნა, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი სათქმელი, ასე ვთქვათ. ვინაიდან TED Talk-ის რეჟიმში ვართ. გისმენთ. რეზი. ამ დიდ საქმეში, რომელსაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ქვია, ჩვენ ერთად ვიყოთ და ერთად შევეჭიდოთ აი ამ დიდ რაღაცას, ყველამ ერთად. ამაში კი გულისხმობ იმას, რომ რაღაც ჯგუფების გამოყოფა საზოგადოებიდან, ის იქნება ასაკობრივი, ეს იქნება ეთნიკური თუ სხვა სახის ჯგუფები, ცალ-ცალკე ვერ შეძლებენ იმას, რაც ჩვენი მიზანი არის. ეს იქნება 1.5 გრადუსის მიღწევა, მდგრადი ეკონომიკის და ცირკულარული ეკონომიკის მიღწევა თუ ასე შემდეგ. ამის გამო ჩვენ ეს არის ჩვენი მიზანი, ხომ? ეს არის ჩვენი განმახორციელებელი საშუალება, რითაც ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა აქვე ხვდებით ძალიან დიდ პრობლემას. ზღვარს ძალიან ნათელ და ასე რომ ვთქვათ, უხეშ ზღვარს ახალ თაობასა და უფროს თაობას შორის. ეს ზღვარი კი ხანდახან ხშირად ესეთი გაბუქებულია, ხანდახან ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის. ამიტომაც საჭირო არის ყველას მობილიზება. ყველას მობილიზებაში კი, როდესაც მობილიზებასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, აუცილებელია ჩვენ საერთო ვიპოვოთ, ხო? რა აქვს საერთო ახალ თაობას, რა აქვს საერთო უფროს თაობას, რა არის მათი ხედვები და როგორ შეგვიძლია ეს ორი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის კი პირველ რიგში ინფორმაციისა და განათლების გაცემა. განათლება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, ძლიერი ბერკეტი, როდესაც ჩვენ გვინდა სხვადასხვა ჯგუფების მობილიზება, ჩვენ შეგვიძლია დავაინტერესოთ ისინი და ყურადღება გავამახვილოთ მაგალითად ისეთ ასპექტებზე კი არა, რომელიც უკვე ნაცნობია და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ კონკრეტულად ეკოლოგიური ასპექტები კლიმატის ცვლილების, არამედ უფრო ისეთ ასპექტებზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების, თითოეული ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილებს. აქ კი მინდა რომ პატარა მაგალითი მოვიყვანო, რატომ შეიძლება ვითამაშოთ ჩვენ კლიმატის ელჩებმა, ლიდერებმა, სხვა ადამიანებმა და სხვა ახალგაზრდებმა დიდი როლი. ერთი წლის წინ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დარბაზში შედგა ჩემი და მათ შორის გაეროსთან ერთად გაკეთებული ფილმის პრემიერა, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იყო ემოციებზე. არ იყო იქ რიცხვები გამოყენებული, არ იყო იქ გამოყენებული სტატისტიკა, არ იყო იქ გამოყენებული მეცნიერული, ასე რომ ვთქვათ, შეხედულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებიც ძალიან საინტერესოა და მათ გარეშე არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, თუმცა მე პირადად ვფიქრობ და მათ შორის ადამიანები, ის შესანიშნავი ადამიანები, რომლებთანაც ერთადაც მე მუშაობდი ამ ფილმზე, ვფიქრობდით, რომ ემოცია არის ყველაზე კარგი გზა, როგორ იმისა, რომ მოვაბილიზოთ ადამიანი, რომ დავაინტერესოთ პირველ რიგში ადამიანი და რომ ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ. შეიძლება ჩვენი შეხედულებები განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა მიზანი ხომ ერთია. და ასეთი მაგალითი მოიყვანა იმ ძალიან კრეატიულ ადამიანმა, რომელსთან ერთადაც მუშაობდი ამ ფილმზე, რომ ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებთ, ჩვენ ყველა და მათ შორის ისიც, როდესაც ამას ამბობ და პირველი კლიმატის ცვლილებაზე არ ვფიქრობთ. და ეს ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი სამსახურისთვის, ჩვენი განათლებისთვის, გარემოს დაცვა და ეკოლოგია და მათ შორის კლიმატის ცვლილება, პირველი დილით, როდესაც ვიღვიძებთ, ალბათ ყავაზე ან ჩაიზე ვფიქრობთ. და რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი როგორც ლიდერების მიზანი არის რომ დავანახოთ ამ ხალხს, რომ ისინიც ჩვენს მხარეს არიან, ჩვენც მათ მხარეს ვართ და შესაბამისად ის საზღვარი, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდი, რაღაცნაირად ამ საზღვარზე ხიდი გავდოთ.
და ის უნდობლობა, რომელიც თაობების შორის არის, ძირითადად ეს გამოწვეულია იმით, რომ მაგალითად ახალგაზრდების პროფესიონალიზმში ეპარებათ ხოლმე ეჭვი, ახალგაზრდების განათლებასა და ინფორმირებულობაში, უნარებში ეპარებათ ხოლმე ეჭვი, პირიქით ჩვენი მხრიდანაც არის ხოლმე უნდობლობა იმის გამო, რომ არ მოგვისმენენ. და ეს ძალიან ცუდია. მაგრამ სწორედ ამ ისევ თავდაპირველად რომ დაუბრუნდეთ ამ ყველაფერს და რაღაცნაირად ამ ჩემი საუბრის დასასრულიც ისევ დასაწყის მიებას, სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ეს ორი თაობა, ან მეტი თაობა, ეს კრიზისი აღმოვფხრათ და ამ კრიზისის აღმოფხრა და ამ პრობლემის გადაჭრა დაიწყოს ისევ ჩვენით. ყველაზე მოტივირებული, ენერგიული ხალხით. მადლობა. მადლობა პირველ რიგში აქ მობრძანებისთვის და ამ 5 წუთის მანძილზე მინდა რომ ჩემი 2 წლიანი ისტორია ძალიან მოკლედ გაგიზიაროთ და თითქოს ამ ისტორიაში ის პატარ-პატარა ნაწილები, რასაც მე მოვყვები, ისე გადაება, რომ დღეს მე აქ თქვენამდე უნდა მომიტანა და ამიტომ მოგიყვებით ახლა ამ ჩემ 2 წლიან ისტორიას. გუშინდელი ჩემ მეზობელი მეკითხება, მზის პანელის ყიდვა და დახომა ერთი საათ შევიძინო, რამდენი დამჭირდება, ან როდის ამოვიღებ ჩადებულ ინვესტიციასო. გამიკვირდა, რადგან 2 წლის წინ რო გეკითხათ იმ კაცისთვის, მზის პანელი ზედმეტი ხარჯი და თავის ტკივილი იყო და დღეს ფიქრობდა, რომ იგი არა მარტო გარემოს, არამედ საკუთარ თავსაც არგებდა. შემდეგ შუადღისას ბებია ჩემი წუხილი გავიგე იმაზე, რომ ჰაერი როგორი დაბინძურებულია და წყალი რა უნამუსოდ იღვრება გზებზე სოფელში. შემდეგ კი ახალგაზრდები დავინახე უფროს კლასელები, რომლებიც 1 წლის წინ ძირს შოკოლადის ქაღალდებს ყიდვენ, დღეს კი სხვა საუბრებოდრეო, რომ ამგვარი ქცევა მიუღებელი იყო. გავოგნდი, თავის სიზმარში მეგონა და გავიაზრე, რომ 2 წლის წინ ჩემმა დაწყებულმა საუბარმა უფროსებმა, ტრენინგებმა ახალგაზრდებთან და პატარ-პატარა ვიდეოებმა სოციალურ ქსელში შედეგი გამოიღო და თითოეულ ადამიანს, რამოდენიმე მცირე ადამიანს გააზრებინა, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა. ყველა ადამიანის პრობლემაა განურჩევლად სქესისა და ასაკისა. 2 წლის წინ სიმართლე რომ გითხრათ, კლიმატსა და გარემოზე არც მე ვფიქრობდი. ღამე შუქს ანთებულს ტოვებდი, გაჯეტებს დენსკვიტაში სუტოვებდი და ასევე ყოველ დღეს საათობით შხაპს ვიღებდი. თუმცა მას შემდეგ რაც კლიმატის ელჩი გავხდი, იმ წუთასვე ფიზიკისა და გარემოს სიყვარულმა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებით მომხიბლა და იმ წუთშივე ჩემი მიზანი გახდა, რომ ამოვასუნთქო დედამიწა. არ მხოლოდ ჩემი ყოველდღიური ქმედებებით, არამედ პროფესიული მიზნითაც. ამ მისიით შთაგონებულმა გადავწყვიტე, რომ კლიმატის ელჩების პროგრამის შემდეგ ტრენინგები ჩამეტარებინა ახალგაზრდებში, სკოლებში, რათა მათთვისაც გადამედო ის მუხტი, რაც მე კლიმატის ელჩების პროგრამის ფარგლებში ვიგრძენი. შემდეგ ქალები ენერგეტიკაშია პროგრამის ფარგლებში პირველი ქართული ენერგეტიკული პოდკასტი შევქმნით და როგორც წეღან რეზიმ აღნიშნა, ადამიანს უნდა ემოციებით, ისტორიით და ამბით მიაწოდო რთული სათქმელი და ამ პოდკასტის განმავლობაში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ტრენინგებს და ენერგეტიკისთან დაკავშირებულ ტერმინებს გამარტივებულად ანიმაციით ხსნით, რომ ადამიანის ტვინში ჩაგვედო ის, რომ ეს რეალური პრობლემაა და მას არ დავიწყნოდა ეს ყველაფერი ხვალდაზე და გახოლოდა ერთი კვირის მანძილზე. დღეს კი Luxon Power-ის გუნდს შევუერთდი, სადაც ენერგოეფექტურობის შესახებ პატარა ვიდეოებით, ასევე ვებინარების ორგანიზებით და ბლოგპოსტებით ადამიანებს ვასწავლით და ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ ენერგოეფექტურობით რა სარგებელი შეიძლება მიიღონ და როგორ შეიძლება ეს ასევე სარგებელი იყოს გარემოსათვისაც. ის თუ ჩვენ ხვალ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ, დამოკიდებულია ჩვენს თვითოულ გადაწყვეტილებაზე, ქცევაზე, რა სახის ენერგიას გამოვიყენებთ, როგორ მოვექცევით გარემოს, რადგან ჩვენი ვალია, რომ ვიზრუნოთ იმ გარემოზე, სადაც ვიცხოვრებთ და სადაც იცხოვრობენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. და როგორც ანტუან დე სენ-ეგზიუპერმა თქვა და ჩემი საყვარელი ფრაზა და ესეც კლიმატის ელჩების პროგრამის ფარგლებში გონებაში ჩამჩა, ჩვენ არ მიგვიღია დედამიწა მემკვიდრეობით წინაპრებისგან. ჩვენ მას ჩვენი შვილებისაგან ვსასრულობთ. მადლობა. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა რეზი ეთუნა. ესეთი როგორ თქვა, ანუ როდესაც ხედავთ იმ ბავშვებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ იყვნენ სკოლის მოსწავლეები, მოხვდნენ მწვანე ბანაკში
მაშინ გავიცანით, ნახეთ როგორები იყვნენ, პატარები იყვნენ. ეხლა აქ ხედავთ უკანა ფონზე გადის ვიდეოები ხოლმე, რომ სხვადასხვა აქტივობებიდან ის არის მაგალითად ტყეში რო წავიყვანეთ ბავშვები, რომ გვესწავლებინა როგორ უნდა გაიზომოს ხის ვარჯი და ასე შემდეგ მეტყევეებთან ერთად. და ასე შემდეგ და როცა ხედავ როგორები იყვნენ ბავშვები, როდესაც მოვიდნენ მწვანებანაკში და როდესაც ხედავ როგორები არიან, როდესაც მიდიან მწვანებანაკიდან და კიდევ უფრო სიამაყითივსები, როდესაც ხედავ, როდესაც გავიდა 1 წელი, გავიდა წელიწადნახევარი, გავიდა 2 წელი ბავშვებმა ჩააბარეს შესაბამის მიმართულებაზე, ეხლა მოყვებიან თავის ისტორიებს ხვებიც, ხო? ან თვითონ ცდილობს მიაწვდინოს ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მისცეს უფრო მეტი ინფორმაცია, თვითონ შეეცადოს უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული სიტუაცია. ეხლა ეთუნა რაც მოყვა, ეთუნა ფაქტობრივად განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის კუთხით წავიდა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიტანა თუ როგორ იცვლება, ასე ვთქვათ, ადამიანის ყოფა-ქცევა და როგორ იცვლება ადამიანის ქცევა, როდესაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს. ხო, ზუსტად ეგ არის კლიმატის ელჩების მთავარი ფუნქცია, რომ ეს ინფორმაცია სწორად მიიტანო და ამ ქცევის ცვლილებას შეუწყო ხელი. მე მაგალითად ყოველთვის ვამაყობ ხოლმე, რომ ჩემი შვილები, რომლებიც ამ წუთას უკვე თითქმის 14 წლისები არიან, ბავშვობიდანვე ამბობდნენ, რომ აი თუნდაც ის რომ სადღაც რაღაცა გდია არ არის სწორი. ამას ჩემს სასაკში მე რომ ათხელა ვიყავი, ნამდვილად არ ვამბობდი, იმიტომ რომ მე ის არ ვიცოდი, არ მქონდა ამისი ცნობიერებაც და არც შესაბამისი განათლება. თაობებთან ერთად ეს საკითხები იცვლება, უმჯობესდება ნამდვილად და თქვენ ხართ ნათელი მაგალითი იმისა, რომ თქვენი თაობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე თქვენი წინა თაობა ამ მიმართულებით. და ის საკითხი, რაც რეზიმ ახსენა და რაც ეთუნამაც თქვა, რომ აი ეს რაღაცა ხიდ ჩატეხილობა, ეს ქართველებს გვიყვარს ეს სიტყვა ხიდ ჩატეხილობა, თუმცა ძალიან რთულია ხოლმე ახსნა ეს სხვა ენაზე. ხო, იმიტომ რომ ჩვენი კლასიკოსის ნათქვამია ეს ტერმინი ეს აქტიურად გამოყენებული. მაგრამ ეს ხიდ ჩატეხილობა სწორედ აი ამ უფრო მეტი ინფორმაციით, ემოციის გადაცემითაც ძალიან ალბათ ერთ-ერთი და ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ ხიდ ჩატეხილობის ამოვსებისა. რომ აი დაელაპარაკო აუხსნა ემოცია გაუზიარო და შემდეგ ისიც იცვლება. თქვენი მაგალითები იყო ზუსტად ამაზე მიმართული და ზუსტად ამ მიმართულებით წახვედით თქვენ და ამისთვის მე პირადად ასევე ძალიან დიდ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ხედავ რაღაც კონკრეტულ შედეგებს, რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს ბავშვების მხრიდან, რომლებიც იყვნენ ჩვენი კლიმატის ელჩები. ძალიან დიდი მადლობა. Anna, would you like to add something or inspiration and how you reach other young people. I think this is a very important part, and you described it also very well in being this bridge over the generations. And I know that you have a lot of experiences also from different forums, being a part of the COP meeting, and also as sharing knowledge and climate solutions in energy podcasts and things like that. So again, thank you very much for sharing. ძალიან დიდი მადლობა. ამით ჩვენ პირველი სესია დავასრულეთ. კიდევ ერთხელ thank you. და ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე მეორე სესიაზე, რომელიც ეხება მწვანე თემებს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებაზე ცნობიერებამ და მწვანე ცხოვრების წესმა, მოდი ესე დავარქვავ ქართულად, ხო? ამან უნდა ადგილობრივ დონეზე ჰპოვოს გამოხმაურება და შესაბამისად ამ სესიისთვის ხო გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ბატონ დაგლას ვებს რომ გაგვიწიოს ფასილიტაცია. გთხოვთ ბატონ დაგლას. და ასევე ჩვენს ორ საყვარელს კლიმატის ელჩს იაკო ეპიტაშვილს და ლიზი მეცხოვრიშვილს. გთხოვთ. It's mine. Okay.
Kamajoba, happy Friday. It's been a long week. Good to see you all. One of my favorite conversations, this one. And thanks to Sweden for supporting this work, along with our other European partners, Norway, Denmark, European Union. Enormously important. I just thinking about what Rezi and Atuna were saying, and always inspiring words from our senior climate ambassadors, I think. My thought is always be prepared to be disappointed by leadership. That's a really important. It's a life lesson. But if you're young advocates, you've got to be prepared for that, because really, if you're not prepared to be disappointed by leadership, you're not entering the game of what accountability means, what power means. We're still living in a situation where the fossil fuel industry is subsidized $13 million a minute. And this is a social contract between public money and industry. So we're basically, as a species, paying to make the situation worse. And we tolerate this. And the COPs, which happens, we've had 30 COPs now. And Rezi, you've been to them, and we don't seem to be able to crack this problem of making decent decisions. And we come away every year wondering why the leadership fails to make decent judgments. And it comes down to a failure of decision making. It comes down to a failure of leadership. Even though we have sat around and made up really good conventions, there's a power problem. So the voices of young people who will become the leaders is so important. And this intergenerational thing, I think we discussed this last time. There's this terrible tendency of leaders to tell you that, very sorry, we've messed up, it's you have to fix our problems. Never accept that, never accept it. Because that's an abrogation of responsibility on the part of weak leaders to do that. People of my age, generally speaking. Never accept it. Go back to them because they are accountable, because they have the power at the moment. So don't stop. Never stop. Okay, that's my advice. Local action is then the demonstration of your own accountabilities, because then you hold yourselves to higher standards than the failing leadership which can't hold themselves accountable to commitments that they've already generally made. Be it a national policy, be it an international policy, be it a law, a legislation, a local commitment. Because those are your reference points, your safeguards. You can point to those and say you are failing to uphold a standard or a commitment that we've all agreed to. And we as young people are demonstrating through our action, our agency, our commitments to uphold those standards to protect the common good. So the action as well as the advocacy is a double whammy. So Jaakko and Lizzie, I won't butcher your second name, so I deeply apologize. We'd love to hear your examples of how you do this, because your case studies of mobilization, arriving at awareness raising, of mobilizing like-minded people for results becomes, in a sense, the ecosystem of action which adds meaning to advocacy, and it becomes, in essence, what we really want to nurture and support and celebrate. So, Lizzie, you want to go first?
პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, მე ვარ ლიზა მეცხოვრიშვილი, აწ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი და მოგიყვებით ჩემს შესახებ, როგორ დავიწყე, რანაირად დავიწყე, რატომ გადავწყვიტე, რომ ეკოლოგია ქცეული იყო ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია. პირველ რიგში ყველაფერი დაიწყო ჩემი ქალაქიდან, ჭიათურიდან, სადაც მივედი ერთ-ერთ ორგანიზაციაში, ჭიათურელთა კავშირში და მოკლედ გავერკვიე და დავიწყე უშუალოდ გარემოს დაცვაში გარკვევა. ანუ ის, რაც მანამდე ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა დიდად, უცებ გახდა ძალიან დიდი პრობლემა, უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი ყველაფერზე, სერიოზულად დავიწყე ნერვიულობა, ადამიანებთან ჩხუბი რომ ნუაზიანებენ გარემოს, მით უმეტეს ჭიათურა მოგეხსენებათ და მანგანუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მომპოვებელი ქალაქია. და ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში გავერკვიე ამ გარემოსდაცვის საკითხებში და შემდეგ უკვე მივიღე მონაწილეობა ეკოლიდერებში, ვარ ეკოლიდერი 2022 წლის. ამის შემდეგ გავხდი კლიმატის ელჩი. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მახსოვს პირველი ზარი, როდესაც დამირეკეს და ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ არ მეგულებოდა. გავიცანი ბავშვები, დაუმეგობრდი ადამიანებს, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რამაც განაპირობა ის, რომ ძალიან მომეწონა ეს გარემოსდაცვითი საკითხები, ეკოლოგია, ის რომ არსებობენ ადამიანები, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მართლა ზრუნავენ და მართლა აინტერესებთ გარემოსდაცვითი საკითხები და არა ზედაპირულად, არამედ პირიქით ღრმად უღრმავდებიან და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბოდიშით. ამის შემდეგ უკვე, როდესაც კლიმატის ელჩი გავხდი, იმერეთის ჯგუფმა ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ERI Team-ი, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ სოციალურ ქსელებში. ჩვენ კვლავ აქტიურობთ და ვცდილობთ როგორღაც იმერეთის თემში გავზარდოთ ცნობიერების დონე, ყველანაირად ესე ვთქვათ, ხელი შევუწყოთ ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით. ეხლა ნუ კარგი უფროსი ასაკის წარმომადგენლებშიც რა თქმა უნდა ცნობიერების დონის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ესეთი ბავშვი, რასაც თავიდანვე სწავლობს, ეს პირადად ჩემი აზრია, იმის კეთებას აგრძელებს ბოლომდე. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პატარაობიდანვე ჩავუნერგოთ ბავშვებს არასრულწლოვნებს, გარემოსადმი სიყვარული და ის, რომ შენ რომ გადიხარ ქუჩაში და რაღაც პირობითად ნაგავს აგდებ, ეგ არასწორია. ამის გარეშე არაფერი არ იქნება საერთოდ. თუ აქ არ შეიცვლება აზროვნება, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც აზრი არ იქნება რა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანუ კი მოიგონებ დასჯი იმ ადამიანებს, რომლებმაც პირობითად რაღაც ზიანი მიაყენეს გარემოს, თუმცა აზრი არ აქვს. მთავარია გონებაში ადამიანების აზროვნების შეცვლა და ის, რომ მათ გავააზრებინოთ, რეალურად ყველა მიზრუნოს გარემოზე და არა ზედაპირულად, რომ აი, კაი, დღეს გავედი ქუჩაში, რაღაც გადავაგდე პირობითად სიგარეტის ნამწვი და ნუ მოკლედ კარგი დამაჯარიმე ეს. ამის შემდეგ რა ხდება? არაფერი არ ხდება. მეორე დღეს გავალ და იგივეს გავაკეთებ, ხო? ძალიან მარტივად. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობიერების დონის ამაღლება. მე რომ შემეძლოს და ნუ კიდეც შემიძლია უკვე, ყველა სკოლაში უფრო დიდ ყურადღებას მევანიჭებდი გარემოსადმი დამოკიდებულებას. ძალიან მიხარია, რადგან ბოლო სახელმძღვანელოებში, როდესაც მე უკვე სკოლაში ვსწავლობდი, უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა გარემოს დაცვას. ანუ თითქმის მდგრადი განვითარება, თუნდაც კლიმატის ელჩების საქმე, ანუ ყველაფერს უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა სახელმძღვანელოებში და აქამდე ეს ასე არ იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემ სკოლაში ესე არ იყო. ჩვენ სახელმძღვანელოებში ძალიან ისე გააკვრით ეთმობოდა ხოლმე რამდენიმე პარაგრაფიც არ არა, მაქსიმუმ ერთი გაკვეთილი. შესაბამისად, ეხლა უკვე ვართ იმ სტადიაზე, რომ ბავშვებს უკვე უნერგავენ და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრს, რომ ბავშვებს უფრო ასწავლიან უკვე რა, რომ შენ ცუდად იქცევი, როდესაც უდიერად ეპყრობი გარემოს და ეს შენი სახლია და არა ვიღაც უცხო პლანეტელის პირობითად. კიდევ გავაგრძელებ ჩემზე საუბარს, რატომ გადავწყვიტე, რომ ესე ეკოლოგი გამხდარიყავი, ნუ პირველ კურსზე ვარ ჯერ. ეკოლოგია გახდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ყველაზე ინფორმაციული და ესე ვთქვათ, მიმზიდველი პროფესია. მას მერე რაც მონაწილეობა მივიღე კლიმატის ელჩებში. ის შრომა პირობითად, რასაც მე იქ ვაკეთებდი, ყველაფერი დამიფასდა
და არ მინდოდა რომ ის გამოცდილება და ის ცოდნა რაც მე ბანაკში მივიღე ესე უბრალოდ გამეფლანგა და დამეკარგა რა იმიტომ რომ დამაინტერესა გულწრფელად დამაინტერესა და ეს არის სწორედ იმის განმაპირობებელი რომ დღეს ეკოლოგი ვარ ეკოლოგიაზე ვსწავლობ ეკოლოგი ჯერ არ ვარ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვფიქრობ რომ ადამიანების აზროვნების შეცვლა რასაც უკვე უკეთესობისკენ ვხედავ რომ იცვლება და იწვრის ასე ვთქვათ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და განმაპირობებელი ფაქტორი არის რაც შეიძლება მეტი ახალი პროექტი ბავშვებისთვის. როდესაც კლიმატის ელჩები იყო საკმაოდ ცოტა ბავშვი იყო დაინტერესებული. მე მაქვს საუბარი პირველ და მეორე ნაკადზე, მაგრამ მეორე ნაკადის შემდეგ უკვე ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა ბავშვებიდან, ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა საზოგადოებიდან. ნუ ყველა ბავშვმა, რომელიც იქ მონაწილეობას იღებდა, ყველა მონაწილემ აბსოლუტურად რაღაც თავის თემში ახალ-ახალი პროექტების დაგეგმვა, ახალ-ახალი თუნდაც სკოლებში პრეზენტაციები, ტრენინგები თემში. მოკლედ ყველა შეეცადა რომ ეს ინტერესის სფერო ადამიანებისთვის თავის გარშემო გაეზარდა და სწორედ ამან განაპირობა პოპულარიზაციის გაზრდა გარემოს დაცვის საკითხებში. კიდევ რამე შეკითხვა თუ გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ია ეპიტაშვილი, ახალგაზრდა კლიმატის ელჩი, როგორც ყველა ჩვენთაგანი, უმეტესობა ჩვენთაგანი აქ და ასევე ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტი უკვე ალბათ 5 წელია, ვინაიდან და რადგანაც 2020 წლიდან საკმაოდ აქტიურად ვეწევი ამ საქმიანობას და რა თქმა უნდა ამ 5 წლის განმავლობაში ბევრი აქტივობით თუ ბევრი მსგავსი პროექტით განვითარდი. მე დავიწყებ და გეტყვით რომ ჩვენ ჯგუფმა რომელსაც ერქვა 13 განახორციელა რამოდენიმე ცნობიერების სასამაღლებელი აქტივობა კონკრეტულად ორ მუნიციპალიტეტში ეს იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტი და ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელი მარტყოფი და ქვემოვალვანი და აწყურში ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში ცნობიერების სასამაღლებელი შეხვედრები ვინაიდან და რადგანაც გადაწყვიტეთ რომ ძირითადად გარემოსდაცვის ცნობიერების ამაღლებაზე ყოფილიყავით კონცენტრირებულები ჩავატარეთ შეხვედრა ადამიანის ეკოლოგიურ უფლებებზე ზოგადად ნარჩენების გადამუშავებაზე და მის სწორ მართვაზე და კლიმატის ცვლილებაზე როგორც გლობალურ და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე და ჩვენ როგორც ახალგაზრდა კლიმატის ელჩებმა და ლიდერებმა ამ პროექტის განხორციელების პროცესში სხვა პოზიტიურ ცვლილებასთან ერთად ჩვენ განვითარეთ ის მნიშვნელოვანი და საკვანძო კომპეტენცია, რაც არის ამ აქტივობის უშუალოდ დაგეგმვა და ორგანიზება და დამოუკიდებლად მართვა, ასე ვთქვათ, ველზე, თუ ბანაკში ჩვენ უბრალოდ განვიხილავდით და ერთმანეთთან ჰქონდა რაღაც ამ აქტივობის პრაქტიკაში გადმოცემობა, პროექტზე უკვე უშუალოდ საზოგადოებასთან მოგვიწია ურთიერთობა და კლიმატის ელჩების ბანაკმა ჩვენ როგორც ლიდერებს ეს უნარიც მოგცა და განგვივითარა რის გამოც ძალიან ბედნიერები ვართ. თუმცა კონკრეტულად მე მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ უნარების გარდა მე კლიმატის ელჩების ბანაკმა კიდევ ბევრი მრავალი უნარი მომცა. მაგალითად გეტყვით იმას, რომ მე როცა 3 წლის წინ ბანაკში როცა 15 წლის ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა გარემოსდაცვითი გამოცდილებები, ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეგეგმა ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტი და რომელიც ფართო საზოგადოებაზე იქნებოდა მორგებული. მაქსიმუმ დამეგეგმა რაღაც ერთკვირიანი და ერთთვიანი პროექტი და გამეწერა, თუმცა აი კლიმატის ელჩების ბანაკმა სწორედ სხვა ფორმატის პროექტების ორგანიზება და განხორციელება მასწავლა და ასევე
დამატებით მწვანე თემების გარდა ჩემთვის და ჩვენთვის მომავალი ლიდერებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომცა ისეთ თემებზე, აი ადვოკატირებაზე, თუნდაც კონფლიქტების მართვაზე, კომუნიკაციის სტრატეგიებზე, ხო? ან როგორი ლიდერის ტიპები არსებობს და ასე შემდეგ, რაც სამომავლოდ ჩემს საქმიანობაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დამეხმარა, რომ მეტი ახალგაზრდა მომეზიდა და ჩამერთა. და მინდა რომ ხაზი გაუსვა კიდე რა მომცა კლიმატის არჩევების ბანაკმა. ყველაზე მთავარი, რაც თორნიკემაც ახსენა დასაწყისში, ეს არის ადამიანები, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს ძირეულად და რომლებთანაც მე მაქვს არა მარტო მეგობრული, არამედ საქმიანი ურთიერთობებიც და ადამიანებში გულისხმობ მხოლოდ ჩემს თალატო კლიმატის არჩევებს, გულისხმობ ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა. და მართლაც ამ კლიმატის არჩევების ოჯახი დღეს, რომელსაც მე ასე ვერძახი და რომელიც მე დღეს მყავს, არის ასე ვთქვათ, აი როგორც თორნიკემ ახსენა, კავშირი ჩემთვის ადამიანებისა საერთო ინტერესებით, საერთო ხედვებით, საერთო მიზნებით, რომელთანაც პირველ რიგში მეგობრობის გარეშე, ნუ მეგობრული ურთიერთობა მაქვს და მეგობრობის გარეშე ვერანაირი ასე ვთქვათ, საქმიანი ურთიერთობა ვერ გამოვა. მათთან ერთად სამომავლო პერსპექტივებშიც და უკვე ვანხორციელებ ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიც მნიშვნელოვანია, რომ რეალურად კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ყველამ ერთად გამოვიყენოთ. და ბოლოს დიდი ცვლილებები ყოველთვის იწყება პატარა ნაბიჯებით. მინდა რომ ეს გვახსოვდეს და ამიტომ ყველას მოვუწოდებ ხოლმე, რომ თუნდაც, როდესაც ეს კლიმატის არჩევების ბანაკის აპლიკაცია გაიხსნება ხოლმე, რომ არ გამოტოვოთ ასეთი შანსები, ვინაიდან და რადგანაც თუნდაც ასე რომ ისაუბრო და მოუწოდო სხვებს, რომ რეალურად ჩაერთონ ეს აქტივობებში, ეს რეალურად პატარა ნაბიჯია, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი დევიზი, რომ ვიფიქროთ გლობალურად და ვიმოქმედოთ ლოკალურად, ანუ ადგილობრივ დონეზე. თუ ჩვენ გვინდა რომ ისეთი გლობალური პრობლემა, როგორც კლიმატის ცვლილება არის, რეალურად უფრო შევანელოთ და წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენი სახლი, ერთადერთი სახლი დავიცვათ ცუდი და სავალალო შედეგებისგან. მადლობა ყურადღებისთვის. You mentioned you're a community, and I think that's an important point to make. You're not isolated. You're more powerful as a community, and I think sharing your own experiences and lessons learned is an ongoing process, but also organize your planning and particularly your asks as a community. I mean, this man here, Tornike, and Mary over there and others, we as supporters of you need to understand your organized asks. If you're, and that takes prioritization, that takes planning, that takes strategic thinking. So, because we rely in a sense on your own experiences and prioritization, and you're a diverse group. You've got diverse communities, diverse constituencies, diverse contexts in which you're operating. So, like any diverse community engaging in many different situations, the key to success is being able to communicate within yourselves and prioritize, and then clearly advocate for you as a group. And that's not easy to do. But work at that and really make sure you do that correctly. And then
you'll be able to represent yourselves very in a coherent way. Sorry, I'm sounding like a project manager now, but very often these networks don't survive because it lacks a sense of organized self. And what I've learned from talking to many of you in different parts of the country very often is that there's a huge sense of purpose, and organizing that sense of purpose, I think, is such a valuable effort or a valuable exercise that we would love to help, which I'm sure you're doing anyway, but it's an observation I think is worth making, because as a community you're a very powerful and a valued community. So thank you for the work that you're doing. დიდი მადლობა. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ეხეთ ისეთი ლიზიმ და იაკომ რა მაგალითებიც მოყვნეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ დამატებით იმ ხრივ, რომ იაკომ თქვა საკმარისად ერთმანეთისგან მოშორებული მუნიციპალიტეტები დაასახელა და კლიმატის მწვანე ბანაკში არ გქონდა ხოლმე იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად ესე ჯგუფები შეგვეკრა, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ყოფილიყო კონცენტრირებული და ხშირად ხდებოდა ისე, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ბავშვები ხდებოდნენ ერთ ჯგუფში. იმიტომ რომ ეხლა ორ ბავშვიანი ჯგუფი არ გამოვიდოდა და ასე შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ერთმანეთისგან საკმარისად მოშორებულები იყვნენ ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, იმ აქტივობების კოორდინირებულად დაგეგმვას და განხორციელებას თავიანთ სკოლებში, თავიანთ თემებში. და ესე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ალბათ პროექტის კუთხით, რომ როგორც თვითონაც ახსენებენ, შეკრა ასე ვთქვათ ეს ახალგაზრდა კლიმატის ელჩები, შეიკრა ასე ვთქვათ ქსელი და მე ყოველთვის ისე ვარ ხოლმე იმედით და მყარად ვარ ხოლმე, რომ როდესაც კლიმატის ელჩებზეა საუბარი, ვიცი ვისთან ვიზია საუბარი და ვიცი რა უნარებს ფლობენ და რისი გამკეთებლები არიან, ასე ვთქვათ, ქვეყნისთვის, თემისთვის, თავიანთი ოჯახებისთვის და ვიცი, რომ ეს არის, რასაც ისინი გააკეთებენ, ეს არის აბსოლუტურად სწორი. სწორი როგორც ქვეყნისთვის, ისე გარემოს კუთხით, ისე კლიმატის ცვლილების მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იაკოს მერე ასევე ლიზიზე მინდა ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანმა მოყვა ისტორია, რომ კლიმატის მწვანე ბანაკის მერე გადაწყვიტა და გახდეს ეკოლოგი. და წავიდა ჩააბარა ეკოლოგიური მიმართულებით. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ცნობიერებას განათლებაც მოყვება და როდესაც ადამიანი ჩათვლის, რომ თავისი ცხოვრება უნდა დაუკავშიროს ამ მიმართულებას, თუნდაც ბანაკის შემდეგ, ხო, ეგ არის ძალიან დიდი წარმატება. და ჩვენ ქვეყანას ჭირდება ეგეთი ადამიანები, როგორც თქვენ ხართ, ლიზი, იაკო და თქვენ ყველა. ძალიან დიდი მადლობა. ამით შეგვიძლია ჩვენ ეს მეორე სესიაც ასე ვთქვათ დავასრულოთ. მადლობა, thank you, Doug. მადლობა ლიზი, მადლობა იაკო. ეხლა ამ ასე ვთქვათ ორი სესიით დავასრულეთ კლიმატის ელჩებთან დაკავშირებული სესიები და გვაქვს მესამე სესია, რომელიც ეხება მწვანე სტიპენდიანტებს. შესავალ სიტყვაში მე ვისაუბრე რა არის მწვანე სტიპენდია, რამდენი მწვანე სტიპენდიანტი გვყავს და ასე შემდეგ, მაგრამ კარგი იქნება მათი მხრიდანაც მოვისვინოთ ასე ვთქვათ თავიანთი ისტორიები და მესამე სესიის თემა გვაქვს განათლება მომავლისთვის. ანუ რატო არის მწვანე პროფესიები ასეთი მნიშვნელოვანი. და ამ სესიის ფასილიტაციისთვის ვთხოვ ქალბატონ ელიზაბეთ ბრანდენბერგს, შვედეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს საქართველოში ფასილიტაციისთვის. ვთხოვთ. და ჩვენ გვეყოლება ორი სპიკერი, ჩვენი საყვარელი მწვანე სტიპენდიანტები, მარიამ ალიმბარაშვილი და ნუნუ ბერულავა. გთხოვთ. მადლობა, გამარჯობათ.
key persons of this session are Mariam and Nino. Looking forward to hear from you. From your experiences, I think we already started in the previous session to slide into green professions, which we will talk about more now. The careers and professions that doesn't only sustain livelihoods and families and put food on the table, but also sustain life on our planet. And green professions can be so many different things in so many different sectors, from renewable energy engineers to sustainable educators in school. Can be such a variety of professions. And just like you already touched upon, Tonika, I think for many young people in Georgia, in Sweden, and in other countries, if you start to engage in an area like environment climate when you are young, it is also exactly the same years that you are thinking of what profession, what career, what life you want to live, both privately and professionally. And it can really have an impact on the choices that you make that will affect your whole life. So it's really interesting to hear and impressive to hear how both these programs, the scholarships and the climate ambassadors and the camps, have affected important choices of also professional life. However, also hoping that, of course, not only having a profession that you are so dedicated to, you will also continue the local initiatives, talking to your neighbors, to your community as a dedicated citizen as well. But combining your professional work with your engagement is a fantastic opportunity to make a difference, both professionally and privately. So I would like to really hear you sharing your stories. How and why did you make the choices that you have made, combining engagement to professional life? So over to you, Madlova. გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით, გადაგიხდით აქ მობრძანებისთვის და ამ თემებით დაინტერესებისთვის. დასაწყისში გაგეცნობით, მე ვარ მარიამი, პროფესიით ვარ ბაკალავრი, სატყეო საქმის ბაკალავრი და შემდგომ უკვე სამაგისტრო განათლება მაქვს, მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მენეჯმენტის მიმართულებით. რატომ ჩავაბარე ამ მიმართულებით და რატომ არის მწვანე პროფესიები მნიშვნელოვანი? ამის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ალბათ პირველ რიგში ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და ჩვენი შინაგანი ინტერესები. თუ არ გვაინტერესებს გარემო და ასეთი პროფესიები, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მე რას გვეუბნება, რა ინტერესები გვაქვს, ვინაიდან მწვანე პროფესიები, როგორც წესი, საკმაოდ დიდ გამოწვევებთან, პრობლემებთან და ინტერესებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს განაპირობებს. შემდეგი ალბათ უკვე არის ისიც, რომ დღესდღეობით ყველა ვაწყდებით და უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებს. შორს რომ არ წავიდეთ, ძალიან ბევრი სამწუხარო შემთხვევა ყოფილა ჩვენს გარშემო, მაგალითად ვერესადიდება, შოვის ტრაგედია და ასე შემდეგ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ვინ უნდა მართოს ეს თუ არა მწვანე პროფესიების და გარემოსდაცვითი მიმართულებით დასაქმებულმა ადამიანებმა და პროფესიონალებმა. შესაბამისად, ესეც განაპირობებს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, რატომ უნდა დავიწყოთ ამ მიმართულებით სწავლა, განათლება. ეს ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხო, ჩემს გამოცდილებაზე, ასევე სამუშაო გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა ისიც, რომ პირველ რიგში გეტყვით, რომ საკმაოდ მე მქონდა პატივი იმის, რომ საკმაოდ ბევრი მიმართულებიდან და ყველა ბევრი მხრიდან მქონოდა ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. მე მუშაობია როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში და არასამთავრობო სექტორში. მიმიღია სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობა და შემიძლია ვთქვა, როდესაც სამსახურს და სამუშაოს მიდგება საქმე, აქ უკვე რეალურად აღვიქვამთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს და ვაწყდებით იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც დასახვეწი არის ამ მიმართულებით რეალურ პრობლემებს უფრო
უფრო თვალსაჩინოდ ვხედავთ, შესაბამისად ამ სამუშაო გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ბევრი ისეთი გეფი არსებობს, ფანჯარა შესავსები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს დააკმაყოფილებს და თითქმის ყველა მიმართულებით შეიძლება იყოს ეს პოლიტიკის მიმართულება, საველე სამუშაოები და ასე შემდეგ, ყველა ინტერესის ადამიანს, ასე რომ ვთქვათ, აძლევს საშუალებას განვითარდეთ. ეს იყო, რაც შემეძლო მე თქვა. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ნუნუ ბერულავა, ამჟამად წვანე სტიპენდიანტი და მოგიყვებით ჩემს გამოცდილებაზე. მე ვარ ქობულეთიდან და ამ ქალაქში მწვავედ დგას შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურება. სწორედ ამან გადამეწყვეტინა, რომ ჩამებარებინა გეოგრაფიის მიმართულებით და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის დასრულების შემდეგ კი ჩავაბარე უკვე მაგისტრატურაზე ფიზიკური გეოგრაფია გარემოს მდგრადი განვითარება. ამ დროის განმავლობაში გავხდი მწვანე სტიპენდიანტი, რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე, აზროვნებაზე და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ უკვე ჩავაბარე დოქტორანტურაზე გამოყენებითი ეკოლოგიის მიმართულებით. მოგეხსენებათ, შავი ზღვა ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ანუ შავი ზღვის სანაპიროს ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. აქ ამის გამო ძალიან დიდი პრობლემა არის სანაპირო ზოლის დაბინძურება. ამ მიმართულებით კი საჭიროა უფრო მეტი ესეთი შეხვედრების ჩატარება, უფრო მეტი განათლებითი აქტივობები უკვე ბაღებიდან დაიწყოს, რადგან პატარებს თუ არ ვასწავლეთ გარემოზე ზრუნვა, შავი ზღვის სანაპიროს მოფრთხილება, თქვათ, სხვადასხვა აქტივობების განხორციელება უკვე ძალიან კარგი იქნება, თუ პატარაობიდანვე ჩავუყრით ამ ყველაფერს ფესვებს. ხოლო შემდეგ უკვე სკოლებში თუ იქნება უფრო მეტი და მეტი გარემოს დაცვითი ღონისძიებების ჩატარება, უფრო დაეხმარება ამ რეგიონს და მე კიდე რაც შემეძლება ჩემი პროფესიით ჩავერთვები ყოველთვის ამ საქმიანობაში და უფრო მეტ წვრილს შევიტან ჩემი რეგიონის კეთილდღეობისთვის. მადლობა ყურადღებისთვის. Thank you so much. Really inspiring, and I think several of the young climate ambassadors listening and taking part of your experience will be inspired also when deciding how to study. Still, this is an area where things and our knowledge is expanding all the time, and so are our challenges. And I think academia is also sometimes in the forefront, but also when it comes to maybe bachelor level, it is not always keeping up with the latest. What advice would you have looking back now on your respective education of how it can improve even more and becoming more like really innovative and be up to date? ერთ რჩევას ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ეს იქნება ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით. სწავლის პროცესი და ბაკალავრიატი არის 4 წელი. ჩვენი ცხოვრების 4 წელს ვთქვათ თამაში. და როგორც წესი, ჩვენი ეს 4 წლიანი გამოცდილება, შრომა განსაზღვრავს ჩვენს მომავალ კეთილდღეობას. შესაბამისად, მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ 4 წელში ჩავდოთ ჩვენი ყველაზე დიდი შრომა, ყველა რესურსი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი დროის, ფინანსური თუ ასე შემდეგ, ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩვენს კეთილდღეობას. ამიტომ იყავით სწორედ ამ პერიოდში ყველაზე მობილიზებული, იფიქრეთ რა არის თქვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რა მიმართულებით გაქვთ განვითარების სურვილი და ასევე არც ერთ შესაძლებლობაზე და შემოთავაზებაზე არ თქვათ უარი. ეძიეთ
ყველა სტაჟირებას დათანხმდით, რაც კი შეიძლება შემოგთავაზონ, ვინაიდან გარემოს დაცვითი მიმართულებები და პროფესიები არის ძალიან მრავალფეროვანი, შეიძლება რაღაც ლაბორატორიიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული ყველა მიმართულებით შეგიძლიათ განვითარდეთ, ამიტომ ყველა მიმართულებით გამოცადეთ თქვენი თავი და შემდეგვე სწორად მიიღებთ ფიქრობ, სწორად მიიღებთ გადაწყვეტილებას, სად შეგიძლიათ გააგრძელოთ და სად შეგიძლიათ საუკეთესოდ განავითაროთ თქვენი თავი. დიდი მადლობა. მე დავამატებდი ჩემი კუთხით, რომ წეგან ქალბატონ ელჩთან მქონდა საუბარი, ზოგადად რატო და საიდან წარმოიშვა ეს მწვანე სტიპენდიების საკითხი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და რეალურად დღევანდელი სიტუაციით გვაქვს მდგომარეობა, როდესაც გარემოს დაცვითი მიმართულებით ახალგაზრდები არიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ცოტა უნივერსიტეტებში და თაობათა ცვლის პერიოდი მოდის უკვე, გვინდა არ გვინდა, ფიზიკურად და არის საშიშროება, რომ რაღაც მომენტში ის ცოდნა, ის ინსტიტუციური გამოცდილება, ის ტექნიკური გამოცდილება, რაც დღეს არსებულ ცოდნე ადამიანებს აქვთ, ეს დაიკარგოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ახალი თაობა, რომელიც შეეშველება დღევანდელ ექსპერტებს, ასე ვთქვათ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, მათგან ცოდნასაც მიიღებს და შემდგომ განაგრძობს, ასე ვთქვათ, ამავე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც გარემოს დაცვითი მიმართულებით მუშაობა ქვია და პრინციპში ძალიან ეხლა დღეს ყველა ვიცით, რომ კლიმატის ცვლილება არ არის რაღაცა ლოკალური პრობლემა, ყველასთვის გლობალური პრობლემაა, მაგრამ რეალურად ეს ყველას რომ გვეხება ამას, როდესაც ადამიანები კარგად გაიაზრებენ, მე მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება გარემოს დაცვით და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ისწავლის უფრო მეტს და შეეცდება, რომ თვითონ გამოადგეს თავის ქვეყანას და თუნდაც დედამიწას. ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენ მესამე სესიას დავასრულეთ. ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ შეჯამებაზე პრინციპში და ამასაც ვთხოვ ქალბატონ ელისაბედ, თუ შეიძლება შეჯამების ნაწილი რომ გააკეთოთ და მე Thank you. I think you already started us on a bit summarizing and wrapping up, and I think it's really been a red thread from today of different ways of being involved in and take responsibility of environment and climate change as a young person in Georgia today. And I think we often tend to talk about this, how experience is something you gain over years and over time. And that, yeah, to some certain perspective might be true. But being young, involved in environment today in Georgia, is only you that can have that experience. You are unique in that sense. And I think in the intragenerational perspective that we talked about, there are always different intergenerational perspectives in a society. But I think we see both in Georgia and globally that when it comes to environment and the climate change crisis in the world, we see it stronger. We see that youth globally do take a very much stronger and a more long-term perspective. And to that, we, the older generation, can never say that, oh, but I've been around longer, I've studied more, I know more. No. Because I was young in a different time when things were different, and you are unique in being young and knowing what to do now. We often, when we talk about youth projects, say that youth, you are the future. That is also true. Yet you are also as important as actors now, today, from your unique experience. So with that, I'm so happy that you could find time to come and share with us.
I take with me a lot of food for thought, and I'm sure the colleagues at UNDP also do that by listening to you. And I hope this is not the last time that you will share your thoughts with us at the Embassy of Sweden. We are trying to find ways to support and work with actors like you in Georgia, like we do in Sweden and globally. So thank you very much for your engagement in this program and for Georgia today and in the future. Madloba.